დილამშვიდობის ყველას. ვიდეოს გადაღების პროცესში თუ ცოტა თმები წამომებუწკა, შორე შენ გასაგონად ვამო, ნერვოზი ნუ დაგემართება. იმიტომ რომ ეხა სველი მაქვს, სველი და ასველი ხელით გადავისვი და ცოტა ხანში ესე წამოვა. ეს ჩემი საროჭკების მაგიდა არის. დგინა მაგარი რამე განახოთ, აი ჩემი ქალობა განახოთ. საროჭკაზე შესრულებული ნახატია გადასული და ესა. იმდენად მომწონს, იმდენად რომ არ წმენდავ. იყოს ახლა რას მიშლის. სანამ მეორე სხვა საროჭკა მოვა ესე იყოს. სინამდვილეში წეღან დავინახე რომ არ მქონდა გაწმენდილი. მიტრიალებული იყო და რო გამოვასვთავე გამოვთქი და უი მე ვთხარი ეს. მარტო არ ვარ მოსული ყავით ვარ რა თქმა უნდა და უკვე მეორე ყავა ახალ 11-ია რაღაც წუთებია 12-ის და მოვაღწიე თქვენამდე. დიდათაც ისეთი არაფერი არ გამიკეთებია. აი ხელის ცენტრში მაქვს თვალი. მე რამდენი თვალი არ ვიცი, მაგრამ ხამა ხალხო, ვაიმე. ზღარბი ვარ თუ ადამიანი. გამო ხა? აი ხამ ქონდა ხალხო. რა არ გამოსულა ბუეტო ეკარი. ურავი იყოს რა ერთი საწავა. გამო არ გამოთქვენ კარგი იყო. მე იქაც რაღაცა ვქში. აი რას ნიშნავს რომ ფჩხილი არა მაგრამ ვერ ავკიდებ. ვერ ვკიდებ. კაი ხო ეს მოვიფხან და იქ იქნება. თქვენ იცით რომ მე ნეკათიც ვერ ვჭიმო. არა. ნახეთ. ხო გინახიათ გაშლილი თითები ჩვეულებრივი და რაღაცა რა წეს თუ გინახოთ. აი ეს. ნახეთ ნეკათითი. ნუ თუ გავჭიმო, გაიჭიმება რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანობაში აი ეს რო გავშალო ეს. ნეკათითი მაქვს მოხრილი მდგომარეობა. მოკლედ ანომალია მაქვს რა, ნეკათიც. არა, ისე იჭიმება, ნახე, როგორ არა, ძალას რო დავატან, გაიფშიკება, მაგრამ ისე არა. ნუ ყოველ შემთხვევაში რა. მე რო მგონია რომ გაშლილი მაქვს. გაშლილი ქალო რა გინდა. როგორ გადაიღუნა. ერთ სიტყვით ეს მიშლის ნეხა ნერვებს რო დავინახე და ავიციცქნე, ეხლა მაწუხებს. დღეს ძირითადი დღე მარტო უნდა ვიყოს სახლში. ნინო რომ მოვა, მალევე ცეკვაზე წავა და ნუ სანამ მოვა რა. დანარჩენებს უშვებ რუსთავში. ლაშა, იოანე და ბარბარე და პლუს ბავშვები კიდე რაღაცა საქმეზე მიდიან მოკლედ რუსთავში რა. ტრენინგია თუ რა არის, არ ვიცი. არა მაქვს მანიკურები წავიდე. მანიკურები წავისვი იმაზე კანზე? ჩხილი არა მაქვს. მე მგონი ეშვერა. კი, ხა აღარ არის ამოშვერილი. მოკლედ გუშინდელი ვიდეო საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა და არა მარტო სახალისო, რა თქმა უნდა, ხალისით და ხუმრობით და იუმორით ნათქვამი სიმართლე და ამას შიგადაში გავიმეორებ ხოლმე აუცილებლად. თორე რაღაცა ზღვარს სცდება ყველაფერი. შეიძლება ხა კიდე როგორც გუშინ იყო რამდენიმე რომ დაიწეროს რომ ნუ სიტყვაზე რა ჩემი საქმეა, მაგრამ პირდაპირ ჩემი საქმეა. ნუ რატო როგორ ანაირად აღარ, იმიტომ რომ წინასწარ უყურეთ რა, რომ გამეორება არ გამოვიდეს. მე როგორ მეწვის.
ხო. ხო, რამდენი რამე გამახსენეთ კიდე, იქ ისაო რემონტი გაქვთ გასაკეთებელიო, ან შარშა რო გააკეთეო იმის ფული გაქვთ ასაკრეფიო. ეხლა ვაიმე რა უნდა გითხრათ, პრავაზე გამახსენდა. მანქანა გაქვთ საყიდელიო, ეხლა პრავაზე ხო ჩააბარებო. მე ხარ ახდება. თქვენ იცით რომ წინაზე აუ ეს რაღაცნაირად აი ესე მინდა რომ ავწიოთ რა ხო რა ავწიო ხოს რო შევჩადის თქვენ იცით რომ მე რამდენიმე ხნის წინ გითხარით მოკლედ რა ესე და არ დამაინტერესა მაგრამ ერთადერთი სფერო რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს მაგრამ ნუ იმ თემას მე დაუბრუნდებით ამის მერე თორე 3 დღეა გიყვებით და მავიწყდება უბრალოდ არც დავიწყე რა მავიწყდება რომ გითხრათ ერთადერთი სფერო რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს ეს არის მანქანა პრავა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან კარგად ვზივარ გვერდზე, ანუ უკან ტრანსპორტში და მშვენივრად მოძრაობ ნერვების და დაძაბულობის გარეშე. Რაღაცა ვაჭყიდო ის თვალები, სხვა ვაჭყიდოს და მე ვივლი. ხო და ეს უნდა გავისწორო. არ მომწონს. ერთი თვე არ არის. ერთი 2 თვე მაინც არის რა, ის უხეშად რო თქვა, რომ აი არ გაინტერესებს, მაგრამ მოდი აი ინტერესის გულიზე მოდი და აბა ნახე რა, თან გავიგერო რაღაცაო ბილეთები ჩამოვაკლდაო თუ რაღაცაო, ბევრი არა, მაგრამ მაინც. და მოკლედ აპლიკაცია ვიკითხე, რომელი უნდა გადმომწერო ისეთი, რომ ზუსტი იყოს იმ ბილეთების, ანუ რაც იქ გამოცდაზე უნდა იყოს, იმის ანალოგია კი არა და ისაა რა. ანუ იქ რაც შეგხვდება ის ბილეთებია, რომ ისწავლო. არის კატეგორიები ზარმა სტარტი აწერია თეთრ ესე ფონში არის ჩასმული შავი საჭე. და ხე როგორ გამართულა თავი და რული არა. იმიტომ რომ გუში გრამატიკა დამიწუნეს. სვეცკ ხალხში რო ჩავარდები, ერთ ხო და ხო-ხოს არ ვიტყვი. მაგრამ ეგეთ ხალხთან არ მიყვარს ურთიერთობა, ისე მირჩევნია რული ვთქვა, აი ესე. ხო და გადმოვწერე რა. შევედი გამოცდის საკითხების სწავლაზე, წავიკითხე და თავში რა წავიკითხე, ბოლოს დავავიწყდა და მივხვდი რომ ეს მართლა ჩემი სფერო არ არის. ავდექი და როგორც ესეთი უგზო-უკვლოდ განათლებული ყველა სფეროში პირდაპირ გამოცდაზე შევაჭერი. 3 კითხვი და 3-ვე ისა პასუხი იყო. შეცდომა და მე-4-ზე გავუიფინტრი. შენ არ ახარ ღირციო რა. ხო და მთელი 2 თვეა. ნუ დიდი ხანი მანდობებ მეთქი არა, აი ან ტრანსპორტში რო ვზივარ სამსახურში რომ მივდივარ, ან რომ მოვდივარ, ან რაღაცა მომენტში რომ თავისუფალი დრო მაქვს, რომ აი არ ვიცი რა გავაკეთო. აი თუნდაც ბეჯო ყოფილა რომ საერცხის მანქანას ველოდები რომ გაითიშოს და მაგ პერიოდში ვაკეთებ. ერთი წამით ვინც ხამირეკავს. ხო და აი ამ პროცესებში ვცდილობ მაქსიმალურად გრამატიკული ვიყო დღეს. რომ ხალხს ნერვოზი გავუჩინებ უკვე. ცხელი ყლუპა ჩავყალა. ყლუპი. ნუ საერთოდ ყლუპი რა არის? ცხელი ყავა დამელია. მოკლედ რა დამანებით. და ჯერ იყო სადღაცა 5 სწორი პასუხი 4 შეცდომა, 6 სწორი პასუხი 4 შეცდომა, როგორ მე 4 შეცდომასაც დავუშვებ, შიტ. 10 სწორი პასუხი 4 შეცდომა. მოკლედ, აი ესე რა. ხო და 3 დღის წინ სკრინი მაქვს, არა, მაგ სკრინს არ გადავაგდებ, კი არა, შედეგივდა და. და 30 სწორი პასუხი და 2 შეცდომა. დაჟე არასწორია. იყოს დაჟე რა. 1 შეცდომის უფლებაც ამქონდა. და ის შეცდომაც არ დავუშვი. და თეორიული მასალა ჩავაბარე აპლიკაციაში. ოღონდ აქვე მინდა გითხრათ, რომ მანქანას საით აქვს გაზი და საით ტორბუზი არ ვიცი.
ნუ მოკლედ, ჯერ რასაც შევეჭიდო, ორ საქმეს ერთად არ ვაკეთებ, ნუ თუ საჭველი არ არის. რასაც შევეჭიდე, იმას ვიზავჯერ რა, ნახოთ. ხო და მე იმას რომ მოცილებული მექნება, მე პრაქტიკაზე გადავერთვები. ძალიან შორს წავედი ახლა, მაგრამ მაინც. ხო და აი თქვენი დარდეთ რომ მანქანა გაქვთ საიდელი. თქვენ და ჩემ ნათესაობას. იმიტომ რომ ზოგადად მე რო სამსახურიდან წამოვალ, იმდენჯერ ვთქვი, მართლა გავამაგდებით. მე რო სამსახურიდან წამოვალ, ფეხი უნდა შემოვდო, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. ვალდებულები იქნებით თქვენ რომ მაცხოვროთ, გადამიხადოთ გადასახადები და ამ ბავშვებს 1000 რამე სჭირდებათ და პლუს ყველა სანათესაოს გავაგებინებ, რომ კეთილი ინებონ და ნუ დაივიწყეს მართლა რომ ვარსებობ რა. კეთილი ინებონ. მომხედონ, რომ მე დავიბადე. და მე რო დავიბადე, უკვე ყველა ვალდებულია. ეგრეა. ანუ ეხლა ხვდები რომ ეგრეა რა, რომ გადავხედე ცოტა შორს რო გავიხედე, ეგრეა. და თუ ვერავინ ვერ გაიგებს ჩემი სანათესაო, რომ უნდა მომხედონ. აი ზე ავაზილა თვალებში აესე ჩემს სიას თუ რა მჭირდება და რა არა. ანუ თვითონ თუ ვერ მიხვდებიან, ჯერ პოსტს დაუდებ და მოვნიშნავ და ეს. მე მიყუნა რომ მაგათ როგორი არის ესე მიგდება. მე რომელიც არ მუშაობ და არ ვიმუშავ კიდე რამდენჯერ ვთქვი. არ ვიმუშავ ფეხზე გადადებული დაღლილი ვიჯდები ტახტზე. არც სარეცხლ გავრეცხავ, არც არაფერი. იმიტომ დაღლილი ვარ უკვე. და რა უფლება აქვთ რომ დამივიწყო და მიმაგდო. ეხ გველა ძურად ვიციდი, მაგრამ ეგრეა. გუშინდელი ვიდეოდან რასაც მივხვდი, რაღა არის. ძალიან ბევრი ისეთი კომენტარი, ისეთისგან დაიწერა კომენტარი, რომელიც ძირითადად ანუ ხშირად არ მხვდება ხოლმე კომენტარი და მე სიამოვნა რომ ეს ხალხი გამოჩდნენ დაწერეს კომენტარები. და ზოგადად, სულ იმას ვამბობ, რაღაცას რომ ვაშავებ, რაღაცას რომ არასწორად ვაკეთებ, ნუ ჯერ თქვენამდე ყავს იმ ბობოლები. ორი. ისინი დაწერენ. იქაც დაწერე და ჩატშიც მომწერენ, რომ რაღაცა ცოტა ცდომილებაში გადავედი ხო. წესით. მერთვა არაქრას ჯერ ეგ. ხო და. სულ იმას ვამბობ, რომ მე შეგიძლიათ თქვენც დაწეროთ. რომ რაღაცა მეშლება. მაგრამ გუშინდელი ვიდეო იმდენად ყველგან ეკლები რაღა და ისინი რატომ აქვს ფხები? ნეტარად. აი დავიღალე ფხების გამოცვლით. დაიცა დავწერო პოსტი. ერთი ფხების გამომცლელი მჭირდება. ხო და. ანუ კომენტარები დაიწერა, კარგი. და რასთან დაკავშირებით ვამბობ რა? თუ რაღაცა კრიტიკული კომენტარი მოდის ხოლმე, ჯანსაღი კრიტიკა, ჯანსაღი. ის კრიტიკა არა არის. აქ არ აზიხარ, აქ არ გიხდება, იქით გადადი, ეგ არა. აი რაღაცა რომ შეგეშლება, შენ დაუნებურად და რომ ეტყვი ისე რომ შენ ჩემი კარგი რო გიხარია, მაგიტო. თორე, ტარს კი არ დამიკრავ რა მაგრად რაღაცა სიტყვაზე რა ვთქვი, რა ვიცი, რა მაგრად იგინები ტარს რო დამიკრავენ. ანუ ეგ ხო აბსურდია, ხო? ლამაზად ვიგინები რა არის? ლამაზად ტიტველად ადიხარ რა არის? ლამაზად მათხოვრობ რა არის? და რა კარგია. ხო? ანუ მირჩევნია ადამიანმა მითხრას ის, რასაც ფიქრობს და თან ის რომ ვანიჭებ იმას ნიშნულობას, რომ მას ჩემთვის კარგი უნდა.
ის რომ ეტყვის აუ რა მაგარი გოგო ხარ, ტაშს დამიგავს, რა მაგრა ტიტვიკანა დადიხარ, იბა ჩემთვის კაი კი არ უნდა პირიქით. ტაშს დამიკრავს ერთხელ ორჯერ წამაქეზებს, უარესებს გავაკეთებ, იმიტომ რომ უი ნახე იმას ვიღაცებს მოეწონათ, ჩემი ესეთი როგორი ლამაზად და ძვირფასად ტიტველა ვარ და რაღაცა რა ისე ზოგადად. და სინამდვილეში მე ჩაუსხდებიან იქ გადავლის კომენტარებს. ხო და გუშინ ერთ-ერთი კომენტარი იყო რა, რომ ტაშის დაკვრისთვის თუ რაღაცისთვის აკეთებ ამ ყველაფერს რა და ხახლა აი ამას რო ამბობთ, უბრალოდ გაიაზრეთ რა. აი გუშინდელი ვიდეო, რომელიც იყო ხუმრობით სიმართლე ნათქვამი, იმიტომ რომ ახლა მე შენჭირვეგი წესებით, კანონებით და იმებით ნამდვილად ვერ ვილაპარაკებდი და არ ვილაპარაკებდი, რა მირჩენია ხუმრობით, ხალისით და რაღაცით. ნებისმიერ თემაზე ვილაპარაკო, როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს. ოღონდ არ გადავიდე რა იმის მნიშვნელობიდან. ხო და ანუ როგორ ფიქრობთ გუშინდელი ვიდეო იმიტომ იყო, რომ ვინმე სტაში დაეკრა ჩემთვის. სხვათა შორის ისეთი ხალხი დამეხმარა. აი წამომცდება ხოლმე რა, იმდენად უკვე მეც გადამედო ეს ვირუსი. ისეთმა ხალხმა დააკომენტარა ის, რომ ხუმრობით ნათქვამი სიმართლე იყო და კარგი ვიდეო იყო, თუ გაიგებენ გამგებები და თუ არ გაიგებენ და იზავენ, კიდე შიგადაშიგ მოვალ ხოლმე, იმიტომ რომ ამას ვაპირებ. რომ მესია მომნა, იმ ხრივ რომ ანუ მე რო ვიდეო ჩავწერე პირველ რიგში აი ვინც კრიტიკულად რაღაცას არ მომწერს ხოლმე, რა თქმა უნდა, არ დაიბლოკებიან და რაღაცა, იმიტომ რომ ყველას თავისი აზრი აქვს, ყველას თავისი შეხედულობა აქვს და მე რო ესე მიმაჩნია იმას ისე და ხან დამეთანხმება, ხან არა, ხო? ეგ ეგრეა. ხან მოვეწონები, ხან არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავპირი ჩამოვაჭამოთ ერთმანეთს, ვლანძღოთ, ვაგინოთ და რაღაცა. ზოგი ადამიანის კომენტარს ძალიან იმათ რო დავინახავ ხოლმე რა, ანუ ეს ნიკნეიმი რო ქვია რაღაცა, ანუ ზოგს რაღაცა უწერია, ზოგს სახელი დაგვარი და რაღაც. უკვე ვცნობ ხოლმე რომ ეს ადამიანი ანუ უფრო რაღაცნაირად მიწერს, ანუ ცუდად კი არა. აი იმ რატატუიში რო ის არის, კრიტიკოსი რო მიდის, ხო იცი ეს პასტა და ფურცელით, აი ეგეთი ტიპები არიან. და გუში რო წავიკითხე და რო დამეთანხმნენ 3 თუ 4 იყო ესეთი კატეგორიის ხალხი. ხო, გამიხარდა რომ ანუ არ გადაველი რა ვიდეოს ხაზიდან და ისეთი ვიდეო ჩავწერე, რომელიც არავის რაღაცა არასაით არ გადაუხვევია რა. ამ ვიდეოზე ვფიქრობდი რამდენიმე ხანი, მაგრამ მე ვამბობდი რომ აი კიდე რაღაცა უნდა მოყვეს, კიდე რაღაცა, მაგრამ აი მე ის ბოლო 2 დღე იყო პიკი. რომ მეთქი შანსი არის, ამას ხელიდან არ გავუშვებ რა. და ჩემებურად მოვყვები, ვიტყვი, ესე. ხო და გუშინდელი ვიდეო იყო სწორი. მაგით დავასკვენი, რომ 99.9 იყვნენ ხალხი, რომელმაც ტაში კი არ დამიკრას, უიო რა არა. თუ გაიგებენ ისინი ვისთვისაც არისო. ზოგმა ვაფშე რაღაც საოცრებები დაწერა. ანუ იმდენად იყვნენ გაოცებულები იმ ვიღაცეებით. ზოგმა TikTok-იდან, ზოგმა YouTube-იდან, ზოგმა Facebook-იდან. კიდე რამდენი რამე გამახსენეს, იცი რომ გააქო გასაკეთებელიო. ნუ ჯერ მანქანა იყოს. მეც არაფერს არ ვითხოვ და ცოტა ნორმალური მანქანა იყოს, ეხლა ეს კარიანი არ მინდა და ერთადგილიანი არ მინდა, თუმცა მომწონს ეგ მანქანები და თუ კიდე ჯერ მაგით დაიწყეთ. სანამ ეხლა მაინც ანუ სანამ ძვირიანზე გადახვალთ რა, იცი რატო? აი ხომ ჭირდება რა და ეხლა სანამ თქვენ მაგას მოაქუჩებთ, მე ეს პატარა მეყოფა. ნუ ეცადეთ რომ შაბათამდე იყოს სამსახურში მივიდე. ყველაზე მაგარი. მოპედი მიყიდეთ. ნუ მოპედს უნდა ისა მართვის მოწმობა. ველოსიპედი თუ
მოკლედ. ხო არის რაღაცა მოპედივით, რომელსაც არ უნდა მართვი. აი ეგ იყიდეთ, კაი ჯანდაბასრა და მერე როცა გინდათ ახალ წლამდე, არა, სექტემბრამდე, 18-ში მაგ დაბადების დღე. იქამდე გაგახსენებთ. კარგი კოკი, კარგი. ბიჭო, გეფიცები თუ ეს ხბას იღებდეს რა. ეს უარესი არის. ამას რო ენა ჰქონდეს და შეეძლოს რაც არის თხოვდა. უბრალოდ ვერ ვასწავლე აუბედოს აბა. როგორ დამაჭერდება ხო? ეხლა გამოუშვები არა ის კატალარი აქ. შავი ქალი აქ ყავს. არა, დაბადების დღეს ხშირად შეგახსენებთ იქამდე. იმიტომ რომ შანსი არ არის ეს ვიდეო კიდე რამდენჯერმე დამჭირდება რომ ჩავწერო. ვაიმე ეხლა თუ ვიღაცა ახალი ხარ შემოსული და ამ თემაზე რო ლაპარაკობ დაიწყე უკვე წერა რომ შენ ვერ ახარ ასით, ხო, გიხოტები ამის წინა ვიდეო ნახე რა, იმიტომ რომ არც ახსნა განმარტების ნერვი აღარა მაქვს. აი ამის წინა ვიდეო ნახე, ამის წინა. აი ეგ ყველაფერი ცი რამ გააკეთა? აი ნახე, მე როდესაც დავიწყე ვიდეოები მართლა არ მახსოვს. მე 5 წელია მე მგონი. მე როდესაც დავიწყე ვიდეოები ესეთი კომენტარები შემოდიოდა ხოლმე. ნამდვილად არ მახსოვს ვისგან. იმიტომ რომ მაშინ ჩემთვისაც ახალი იყო, სხვანაირად ვუყურებდი ყველა კომენტარს რაღაცა და მეგონა რომ ყველა აი მაშინ დავიწყე კიდე იმის გაანალიზება რომ ვის უნდა შენთვის კარგი და ვის არა. და ერთი ხვივებ ხარ, მე შემიძლია არა. მოდიოდა ხოლმე ხშირად ეს კომენტარები. რომ მანანა დადი ანგარიშის ნომერი ძალიან გვინდა დაგეხმაროთ. თავიდან რაღაცნაირად ვიყავი. აუ მეთქი რაღაცა მარა ტეხავს რა, ეხლა როგორ უნდა და ისა რა ქვია, აუ გაუშვირო ჯიბე რომ ჩამიდემოდი ფული რა. მაგრამ ერთი რამდენიმე ვიდეო ისე გამწარებულმა ითხოვა, რომ აი ძალიან მინდა რომ დაგეხმარო და დარწმუნებული ვარ რომ ყველას ძალიან უნდა დაგეხმარონ და რაღაცა რომ დადი ანგარიშის ნომერი. ანუ იცი რა ეტაპზე ვიყავი, რომ ანუ ეს ხალხი მართლა აი ქეთი როა ედი გუნაშვილი ჩვენი. აი ეგ მომივიდა. მე დავფიქრდი რომ ესე არ იქნება, კაცო რას ქვია ეხლა მე თუ ვიღაცაზე დახმარება მინდა, აი იმას სახალხოდ კი არ გამოვიტა რომ მოდი რა დაგეხმარები, აი ხალხო ვეხმარები, აი ნახე. ანუ მე მივხვდი რომ ესეთი ხალხი არის კატეგორია, იცი როგორი? ვითომ შენთვის კარგი უნდა, აი რო იტყვიან ჩაგაყოფინონ ხაფანგში ფეხი და მე შორს დასხდნენ და ნახონ როგორ ფართხავთ. აი ეს კატეგორიის ხალხია. მე ერთ-ერთ ბლოგერს დაუწერეს კიდე ანალოგიური ახალი დაწყებული ჰქონდა და მიწერე პირადში რომ არც გაბედო ანგარიშის ნომრის დაწერა, იმიტომ რომ გადაგივლის ხალხი. სრულიად დამსახურებულად. იცი რა არის ანგარიშის ნომერი რო იდოს განა რამე მოხდება. ძალიან ბევრი იუთუბერს უდევს, წეღანაც გუშინაცავ თუ ჩამოთვალე ის იუთუბერები რომ მოგზაურობენ, სხვადასხვა კონტენტი ზოგს კულინარი. ოღონდ როგორ უდევთ იცი? აი ხა მე რო შეხვალთ ჩემს არხზე და კოკი. შეხვალთ ჩემს არხზე, წერია მანანა მათიაშვილი მარწყობიდან რაღაცა ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი. ანუ როდესაც ინფორმაციას წერ YouTube გეკითხება ამას. ანუ ის გრაფა სადაც ჩემთან ეგ უნდა იწეროს. უბრალოდ არაა სავალდებულო და არ მიწერია, ხო, თორე უწერია ხალხს, არაფერი არ აშავდება. მეც რო ჩავწერო, არაფერი არ აშავდება, მაგრამ ესე თავში მომაზელ რა მართლა, რომ იცი რა, ყოველ ვიდეოზე რომ ანგარიშის ნომერი დავდე, ეს ამჭირდება, ის ამჭირდება, ანგარიშის ნომერი დავდე, ხალხო ანგარიშის ნომერი, ვიდეოს თავში და ბოლოში ვიძახ. იმიტომ რომ ყველა მაყურებელმა იცის, რომ მაგალითად უნდა ვიღაცის დახმარება, გადავა მის საინფორმაციო პირად გვერდზე, იქ წერია იციან. და ეხლა თვითონ რომ დაფიქრდნენ რომ დარიცხონ თუ არა, რა? აი ეგ იცი რასა გავრო, აი
თუნდაც სანათესაოში და თუნდაც ხალხში აი ასე რო იარო რა. აი გვერდზე რომ მიუდგები და ანუ ჩადევან. გთხოვ არა, ჩადე. აი ადრე რო ეკთნები იყვნენ ხოლმე თუ ექიმები, ხო იცი? აი ეგ. აი მაგას გავს. თორე იმ ვიღაცა მიცის რომ შენ ჯიბე გაქვს. და დააცადე იქნებ იმას სურვილი აქვს რომ თვითონ მოგცეს. ხო შეიძლება დააცადო. არა. მე კიდე ესეთი ხალხის ვიკუს, რო ურიცხავ, ჩაურიცხეთ, მე მაგაზე არ ვიხევ, არავის ჯიბეში არ ვიქექები, მე იქიდან პოზიციას ვაფიქსირებ. მაგრამ აი რო უწერთ ხოლმე რომ დადი ანგარის ნომერი, აი კაი ჩაგირიცხავთ. ანუ მართლა მაინტერესებს ცხოვრების ბოლომდე აპირებთ ესეთი ხალხის შედახვას? ვისაც ყავს სახში ოჯახის წევრები, რა ვიცი, ქმარი, შვილი, დედა, მამა, ანუ ზოგადად რა, ეხლა აპირებთ მაგათ მთელი ცხოვრება თქვენ ოჯახთან ერთად რომ კისერზე დაისვათ აქ. და ვალდებულები ხართ, რომ როგორ თქვენ ოჯახს აჭვევთ, ასვევთ, ისე აჭამოთ? აი ეხლა თქვენ, ანუ მე აქეთ აპოზიციიდან ვლაპარაკობ. საითაც მეც მომხვდა რა, ანუ მაგიტო თქვი და მაგიტო დავიწყე მაგაზე ლაპარაკი. და ეხლა თქვენგან მაინტერესებს, ვინც ურიცხავთ, ვინც კიდე აკეზებთ. აუ მოდი რა ხალხნო, აუგროვოთ ფული? რატო? ორი ხელი, ორი ფეხი. ჭამაც ყველაზე ძალიან კარგა შეუძლია და გემოებს კარგად ერჩევა და კონსტანტინე ზავიძე ჩაშლის ხოლმე. ხო. და თან მოთხოვნილებები რო აქვს, იცი რა, ამის შვილმა ეხა დღეს ის რო არ ჭამს, ხვალის უნდა ჭამს, ეგ ის მამა გიცხოდა, ადე გადი, ქალო და იმუშავე. გამოკეტილი 4 კედელშუა, რა ვიცი, თაგვებივით. გადი ადე რა, ან გამზეურდი, ან შენ გამზეურდი, ან შენი შვილი გამზეურდი, არ რაღაცა კიდე როგორ მინდა რაღაცები თქვა, ჯერ არ ვიტყვი. მაგრამ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველანაირ ზღვარს ცდება რამდენიმესი. ყველანაირ ზღვარს ცდება უკვე. და ის თუ თქვენ მარტო იმ ხალხით მოქმედებთ, ვისი კომენტარებიც გაქვთ გაშვებული YouTube-ზე. და 100 იმდენი რომ მოგდით და არ უშვებთ. მარტო ისინი რომ ხედავენ, ვინც წერს. ანუ მე რო დავწერო მაგალითად ვიღაცის ქვეშ კომენტარი და მას დაბლოკილი ჰქონდეს კომენტარები, ანუ სანამ თვითონ არ დაამტკიცებს, სხვა ვერავინ მე ვნახულობ, ჩემსაც ვნახულობ. სხვა ვერ ნახავს. და ანუ ნუ რა თქმა უნდა, არავინ არ გაუშვებს ხო ისეთ კომენტარს, ვინც ეუბნება რომ ადე ქალო, ადე. ან შენ თავს მიხედე, ან შენ შვილს მიხედე. კუნძებივით რო ხართ, ერთიც, მეორეც, მესამეც, მეათეც და ყველანი ადე რო გიწერე, არ გაუშვებთ მაგას. და გონიათ რომ ამას თქვენთვის უნდათ რაღაცა ცუდი, არ უნდათ ცუდი, სიმართლეს გეუბნებიან. მართლა სისულელია, მართლა ბნელა ხარდო. რა ვალდებულია უცხო ხალხი, უცხო კი არა, სანათესაო რა ვალდებულია რომ მარჩინოს, მე აი მაგაზე ვგიჟდები. რა ვალდებულია მარჩინოს, როდესაც ყველაფერი მაქვს და შემიძლია გავაკეთო. შეიძლება ლაფატკაზე ვერ ვიმუშაო და მძიმეები ვერ ავწიო, მაგრამ ბოდიში და წავალ და უნიტას ჩავხეხავ და ავიღებ ფულს და იმით ვაჭვევ შვილს. თუ შვილებს. გეხვეწები ახლა მითხარით რომ მე ვტყუი ვარ და მე მაქვს არასწორი დამოკიდებულება. ეგ იცი რა მქნა? აი ესეთმა წაქეზება. ისინი დაიბლოკნენ, ისინი იმათი კომენტები წაიშალა, მაგრამ 4-ისა არის, 5-ისა თუ 6-ისა თუ 10-ისა რომ აი მე დაგირიცხავთ და რაღაცა როგორ არა რა სიძახით ხალხო, მოდი დავეხმაროთ. რამდენი ხანი? მთელი ცხოვრება? ანუ შენი შვილი რომ მოვა და რაღაცას გთხოვს, აი მივდივართ ექსკურსიაზე რა, ექსკურსიას ერთი
რომ სადღაცას რომ წახვიდე და მოხვიდე გზის ფულიან ჭამიან ყველაფრიანად ესე წული ერთი ბავშვი მინიმუმ 80-დან 100 ლარამდე ჯდება ხოლმე. ყველაფრით რა, აი უხეშად რო თქვა, აი მოვამორგვალო. კაი 70-დან 100-მდე თქვი. და რას ეტყვი, ანუ შვილო შენ მოიცა ერთი წამი, იმიტომ რომ ეხა მე ამას უნდა ჩაურიცხო. ხო, ანუ ეს ჯანმრთელობაა, ეს ჯანსაღი აზრია? თორე ვისაც გინდა დაეხმარეთ, რა სისულელია, მე არავის ჯიბეში არ ვიხილებ, მაგრამ როდემდე აპირებთ ამას? იმიტომაც აკეთებენ. იცი რა არის ეს YouTube-ი რაღაც აი ნახე, იმას დაეხმარა და მე რატო არ უნდა დამეხმაროს, რა ვალდებულები არ არიან? მე რო YouTube-ზე ვარ, მე რო Facebook-ზე ვარ და TikTok-ზე ვარ. ჩემი ბრწყინვალებით რო ვარ. რა არ არიან ვალდებულები? დაეხმარეთ, მაგრამ ამ თქვენმა წაქეზებამ და აი მე მოდი ხარ ხო დავეხმაროთ და რაღაცა თავში აუვარდათ. სრული მაგ სიტყვის მშობ, ვისაც კიდე ეწყინოთ, იმიტომ რომ მართლა მასია რა. არ შეიძლება მაგ თემის ესე მობიერად მიდგომა. თავხედობა აღარ შეიძლება ხო? გუშინაც გითხარით ვიდეოში, გუშინაც ვთქვი. გაწი გამოწი 2-3 თვე გაკაჩოთ ამით, მე რასად ვიდიხარ. 100 წელი არავის არ ყურება არ მინდა მე, ვინც გამარჯობიდან დამშვიდობებამდე, სანამ ჩემ გრამატიკის მასწავლებელს ავიყვან, დამშვიდობებამდე კვნესის. ვაიმე, პრეზიდენტი კარაქი გამითავდა. ოღონდ დაწერა პრეზიდენტი კარაქი, პრეზიდენტი მათ ტელევიზორში აქვს, ჩემ შვილებს ნანახი. ისა თვითონ პრეზიდენტი კარაქი არის. აიმე. და როგორ შეიძლება ხა პრეზიდენტი კარაქი თუ არა აქვს? ხო და რო გაუთავდა, რატო გაუთავდა, რატო არ იცოდით მანამდე რომ უთავდებოდა? 100 ჯერ ახაც შეხედილები მაგის მაციუარში, იმიტომ რომ მაციურის კარებსაც გვაზელს ესე თვალებზე. და იქ რო ზეთი დგა, თვალყური მიადევნეთ რა, იქ რო თავდება უკვე სანამ რაღაცა გაუთავდება, უყიდოთ. იმიტომ რომ როდესაც ეგეთი ხალხი იბადებიან, მთელი სამყარო ვარდლებულია მაგაწინაში. ნათესაობა ხო საერთოდ. და მე დამოკიდებულებაზე ვგიჟდები. ანუ რაზე იცი? ძალიან ბოდიში და დებილები გონიათ ეს ხალხი თუ რაღაცა თუ თვითონ ვერ ხვდებიან რომ ესე არ არის. რატო უნდა მეგონოს თუნდაც აი ყველაზე ახლოს რა აი ამ ოჯახის იგი დედაჩემი. რატოა ვალდებული დედაჩემი რომ მაჭამოს. რატოა ვალდებული ჩემი ძმები რომ მაჭამონ. ბაბო, ბიცოლა, მამი და ღმერთმა ამრავ, ნეტა აქეთ კომპიუტერი საშუალება დაეხმარდა, ახლა დავავალდებულო. პრინციპში რამოდენანი არის ეგაც? ხან დედა მაჭამოს, ხან ძმა მაჭამოს, ხან ბიძა, ხან ბიცოლა, ხან მამი და მერე დაკრუგავენ, ახლიდან დაიწყებენ. მაშენებულ ხან მანანა, ჰა. ყველიდან აღარ გავდივარ საბავშვო. მართლა არ ვაპირებ მე ერთჯერადად ამის თქმას. ამ თემასთან დაკავშირებით ვინმეს რო ფეხი გადაუბრუნდება, პირდაპირ ვიტყვი. იმიტომ რომ იმდენად უკვე იცი როგორი მომენტია, რომ აი ვიღაცას რო რაღაცა გინდა ურჩიო, კარგი რო გინდა იმისთვის და თა რო ფიქრობ რომ არ ეწყინოს, ისე იგი ლამაზად ვუთხრა და თა რო ვერ იგებს ამ ლამაზად თქმულს. მე უნდა ადგე და პირდაპირ აჯახო რა, რომ იქნებ მიხვდეს. ანუ კი ხვდებიან, მაგრამ მაინც ისეთი ქმნილებები არიან უფლისაგან, ისეთები, რომ მაინც მაგაცი არ არის. არ ვიცი. ასე რომ ხშირად გამოვილი ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. ადრე ვამბობდი ხოლმე, კაი რა ჩემი საქმე, მართლა რა ჩემი საქმე. მაგრამ ამ რა ჩემი საქმეა და გამრავდნენ ხალხნო. ხალხს თავისთვის ვერ უჭმევია და ესენი და ახლა ილანძღებია, რატო არაო. ჯანიც რო დაგეწოთ, იმიტომ კაცო, ჩემსას ვაჭამო თუ შენსას.
ჩემი ვერ შეჭამს ის პრეზიდენტის კარაქს გადასულს პურზე. ვაიმე. ხო და ამ გაჩერება გამრავლა ეს ხალხი რა. გამრავლა. და ეხლა თუ ვინმეს რაღაცა შერჩა, ხო შეიძლება ესე დაცოტავდნენ ისევ და დაცოტავდნენ რა, ანუ აღარ ესე რა, გახსნილად აღარ მომეცი თუ არა თქვა. გადი, შეკაი ადამიანო, შეკაი დედმამიშვილო, იმუშავე. დაინახოს ადამიანმა რომ მუშაობ, მაგრამ არ ყოფნის, მაგრამ ნუ იკუნესებ. ნუ იკუნესებ. იმიტომ რომ მუშაობ და მაინც ზეთის ბოთლს და კარაქის პაჭკას თვალებში შემოგვაჭყლიტავ, ეგ უკვე დაფარულად მაინც მათხოვრობა. თხოვნა არა, მათხოვრობა. იმიტომ რომ ვისაც კონკრეტულად, ვისაც ნამდვილად უჭირს და აი ხა გახვიდე და აი ყველაზე ღარიბი ყვა ვიღაცა, რომ ვიცით ვიღაცას უჭირს. აი დავძაბოთ გონება და გავიდე. არასდროს რო არ უთხოვია და რაღაცა, მაგრამ ვიცი რომ უჭირს თუნდაც იმ შვილების ის, თუნდაც ჩასაცმელი თუნდაც ის და რო გახვიდე და შენ ამას რამე მისცე მოკვდება სირცხვილით. იმიტომ კი არა რომ შენ რამე სასირცხვილო გაუკეთე. არა, აი მადლიერებაც ექნება, სირცხვილის გრძნობაც ექნება, ბედნიერების ის ექნება. ხო ხვდებით რასაც ვამბობ რა, ანუ არ უთხოვია, მაგრამ ვიღაცა მიცის რომ ეს მას უჭირს და მიხვა და დაეხმარება და ალალათაც ღმერთო ამრავლე ეგეთი ხალხი, ვინც ესეთ ხალხს ესე ეხმარება. და როგორ უნდა ვთქვა, როგორ უნდა მოგიბრუნდეს მაგაზე პირი, რომ რატო ეხმარება. აი მან ვაფშე რა ჩემი საქმეა. მა როგორს უნდა დაეხმარო. თან ეს ადამიანი რომ მუშაობს, რომ რაღაცა, მაგრამ მაინც რომ ერთ ქერქში ზის და ვერ არა, ვერ განვითარა არა. ვერ გამოვიდა იმ გაჭირვების რაღაციდან, რომ რაღაცნაირად წაახმაროს. აი აქ რო ეხმარები ეს არის ბედნიერი, ეს არის რაღაცა ისეთი ყველანაირი გრძნობა რო ერთად აქვს. ეხლა წარმოიდგინეთ, მიხვალით ასეთ ადამიანთან. დაეხმარეთ, მიუტანეთ პური, ის და პრეზიდენტი კარგი არ მოიტანე ორო კითხავს. ეგ მიყვარს მე. ეგ რო გითხრას. აი ახლა თქვენა თქვით ახლა როგორია? თხოვნა, ჟენიჭირები და ამბიციები და ეს თვით დაჯერებულობა თუ არ ვიცი რა. ნენელა ის არა, რაღაცა იმას გავაკეთებ. დაკვირვებას. მე ვიქნები, მე რა, არა, ბევრი იყვნენ სხვათა შორის. მე ისა მეცნიერების იმაზე უნდა შევიჯდო, რა ქვია. დავწერო ის, რა ქვია, რო წერე ხოლმე. ჩემი გონებით მაგა ვერ დავწერ. დავიწყდება. რა ქვია, დავიწყდა. დისერტაცია. გაქარი, მაგრამ ეგ ვერ გაიხსენე. წავედი ხა, ისე გრძელი ვიდეო გამომივიდა. ეს ყავაც გაიყინა. წავედი ახლა მართლა. სერია 2 ქვია ამ ვიდეოს, ალბათ. თუ არ დავიწყდა მანამდე. მაგრამ ეხლა ვისაც გონია რომ იმიტომ წერ ამ ვიდეოებს რომ ვიღაცისგან ტაში დავიმსახურო სანამ დაწერთ ან თუ დაწერთ არ აქვს მნიშვნელობა კარგად დაფიქრდით რა ანუ თქვენ როგორც წერად მკითხეთ რომ ანუ რამდენი ხანი აპირებთ რომ აცხოვროთ თუ აცხოვრებთ ღმერთო მაშინ ისიც უთხარით რომ ნუ გაკლესია თუ უნდა იცოდე რომ თვის ბოლოს თქვენ ურიცხოთ თქვენ აჭამოთ თქვენ აზოდოთ თქვენ უხატოთ გადასახადები ნუ გაკლესია რაც შეეხება გრამატიკას აი ეგრე მომწონს მე 20 და რამდენიმე წელი ხია საქსაუბალა გუში როგორ ავთქვი რაღაცა ვთქვი ასაკზე დამავიწყდა მოკლედ 27 წელი აი ამ
მიმართულებით აუმეტყველებ და მიმართულებით ვაპირებ გაგრძელებას, მაგრამ თუ რაღაცა მომენტია ხოლმე და სვეც ხალხში ვარ ხოლმე, დედა, აბა მაშინ აუმეტყველებ ხოლმე, ჩემ თავზე მე თუ მეცინება. ეგეთი სწორად და მაღალფარდოვანი სიტყვებით. მე თვითონ გავუცდები ხოლმე. დავედი, ხალხო, ეხლა საქმე აქვს 1000 სხვადასხვა. საჭმელზე ცნო ვიფიქრო დღეს რა გავაკეთო და 12 საკლი 10 წუთი. აბა ჰედა, აბა ხო. კარგად. სერია 2 ვიდეოია არის ესა და იმედია მესამე არ დამცირდება.